პირველ რიგში უნდა ველოდოთ ჩვენ მშვიდობას. მე ვფიქრობ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება მოუტანს ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ისევე როგორც მსოფლიოს მოუტანს. ისრაელმა და ჰამასმა უკვე დაიწყეს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპის მოსვლიდან უკვე ესე ვთქვათ, მშვიდობა მყარდება. ასევე მე იმედს გამოვთქვავ, რომ ასევე მშვიდობა დამყარდება უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულ ომში. და ანალოგიური სიტუაცია იქნება მთელი რიგი ქვეყნების მიმართულებით. ტრამპის პოლიტიკა არის, ესე ვთქვათ, რეალ პოლიტიკა, ანუ რეალურად აღიქვავს ყოველივეს და არა ისე უტოპიურად, როგორც მაგალითად დემოკრატები აღიქვამენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და მხოლოდ ესე ვთქვათ, მათ ინტერესები არ აინტერესებთ არც ერთი სუვერენული სახელმწიფოების გარდა ერთისა, რომ ფული იშოვონ. ტრამპი აბსოლუტურად სხვანაირია, ტრამპი პატივს ცემს საერთაშორისო სუბიექტებს, მათ შორის თუნდაც პატარა ქვეყნებს, ისეთი როგორიც ჩვენ ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ არ უნდა ეხლა მაგალითად იქ ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმა ბევრი ილაპარაკოს და ჯო ვისონმა ისეთი განცხადებები გააკეთოს, რომელიც ჩვენს ქვეყნის ინტერესებს წყალს არ ასხავს. მე ვფიქრობ, რომ მაინც ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია არ მიიღებს ისეთ ხის გადაწყვეტილებებს, როგორც მაგალითად იღებდა ბაიდენის ადმინისტრაცია. ამას ძალიან მალე ვნახავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და მე ვფიქრობ, როგორც ისე არასდროს ისე გამოჩნდა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, უფრო მეტად დააფასებს, უფრო მეტად ექნება ჩვენთან თანაბარი და ჯანსაღი ურთიერთობა და არა ისეთი შეფარული და ამ სიტყვას გამოვიყენებ მამაზაღლური ურთიერთობა, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა, რომ როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მოგეხსენებათ, თუ როგორ ცდილობდნენ ამერიკის შეერთებული შტატიდან კონკრეტული პიროვნებები, რომ ჩართულიყო ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ ომში და მეორე ფრონტი გაეხსნა ჩვენს ქვეყანას რუსეთის მიმართულებით. ეს მათ არ გამოუვიდათ და სამწუხაროდ ამას შეეწირა მთელი რიგი მაღალჩინოსნების პირადი კეთილდღეობა, მოდი ამ სიტყვას ვიხმარ, მაგრამ ჯერ არის ქვეყნის ინტერესები და შემდეგ არის პირადი კეთილდღეობა და ამ ადამიანებმა აი ამ ცნუნებას გაუძლეს. მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასახსირეს კიდევაც, რომ მეორე ფრონტი არ გაიხსნა რუსეთის მიმართულებით. მაგრამ არაუშავს ქართველი ხალხი ყოველთვის ისეთი ადამიანების გვერდზე ვიდგებით, რომლებიცაც ჩვენს ქვეყანაში უნდა მშვიდობის მოტანა და კეთილდღეობა. და მე იმას გამოვთქვა, რომ აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სწორედაც რომ არ გაიჭყლიტება ჩვენაირი ქვეყანა, ასევე სხვა ქვეყნები, რომელთაც ღირსება გააჩნიათ, სუვერენიტეტის შეგრძნება გააჩნიათ და არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებით არც ერთი ქვეყნის მონები. სამწუხაროდ, მაგრამ პარალელიც უნდა გავავლოთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩვენ ხშირად მოგვიწოდებდა, რომ უნდა ყოფილიყავით მათი მსახურები, არ უნდა ყოფილიყავით მაგალითად მათი ესე ვთქვათ, რაიმე ფორმით პარტნიორები, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ აქ საქართველოში მივიღეთ ორი კანონი, გამჭვირვალობის კანონი და ოჯახური კეთილდღეობის დაცვის კანონი, მოგეხსენება თუ როგორი წნეხი წამოვიდა ეგრეთ წოდებული დასავლეთისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, კონკრეტულად ბაიდენის ადმინისტრაციასგან და მიგვითითებდნენ და დირექტივებს გვაძლევდნენ, რომ ეს ორი კანონი არ უნდა მივიღოთ. თუმცა ძალიან მახარებს ის, რომ ქართულმა ოცნებამ ამ ყოველივეს გაუძლო, აი ამ წნეხს გაუძლო და მიიღეს ის კანონები, რითაც ჩვენ ფაქტიურად უფრო გავიმყარეთ სუვერენიტეტი და უფრო ჩვენი დავამტკიცეთ და დარწმუნებული ვარ კიდე მეტჯერ დავამტკიცო, რომ ჩვენი თავი ჩვენო გვეკუთვნის. და ესეთი მიდგომები, ესეთი ესე ვთქვათ, წნეხი მე იმედს გამოვთქვავ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ აღარ მოუწევს ჩვენს ქვეყანას, რომ მაგალითად ესე დირექტივა მივიღოთ და ჩვენ შევასრულოთ. მე ამის იმედი მაქვს ბატონო ნიკოლოზ და მე ამის მოლოდინში ვარ, რომ მართლაც და პარტნიორულ ურთიერთობებზე გადავა ჩვენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და არა ისე მონურ მორჩილებაზე, როგორც ამ ხნის განმავლობაში ვიყავით. ეთანხმებით.